ვიდეოები, რომელშიც ჩანს, როგორ ძალადობენ ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული ტიტუშკები აქციის მონაწილეებზე 8 სექტემბერს კალაძის საარჩევნო შტაბთანაა გადაღებული. ამ დღეს ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის არაერთი წევრი და მხარდამჭერი მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებზე ორგანიზებულად ძალადობდა. თუმცა მათგან მხოლოდ 2 ზაზა მამალაძე და ირაკლი ბუაჩიძე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ქალების მიმართ ძალადობითა და უხამსი ჟესტებით ამ დღეს განსაკუთრებით გამოირჩეოდა ზაზა მამალაძე. ირაკლი ბუაჩიძე კი აქციის მიმდინარეობისას მელიქიშვილის გამზირზე ხელკეტით შეიარაღებული გადაადგილდებოდა და წაქცეულ მომიტინგეებს ურტყამდა. ორივე დაკავებული დაუზუსტებელი ინფორმაციით ზაჰესის იზოლატორში ამ დრომდე ოფიციალური ბრალის წარდგენის მოლოდინშია. ჯერჯერობით უცნობია აღიარებენ თუ არა ისინი ბრალს. ჯერ ბრალი არ წარადგინა, არაფერი არ ვიცი. როგორც ვიცი, იქ ზაჰესის იზოლატორშია გადაყვანილი. როგორც ჩანს, ქართულმა ოცნებამ საკუთარი მოძალადეთა რიგებიდან მხოლოდ 2 გაიმეტა. ეს იმ ფონზე, როდესაც მედიამ ოცნების დამცველთაგან თითქმის ყველას იდენტიფიცირება შეძლო და ამ პირთა სახელგვარების გრძელ სიას რამდენიმე დღის განმავლობაში აჟღერებდა. თბილისის მერისთვის კი, რომლის შტაბსა და ბანერებს მოძალადეთა მთელი ჯგუფი იცავდა, მისივე ტიტუშკების დაკავება არ გახარებია. ყველა წინაშე ერთნაირად მუშაობს, ხო? ძალიან გულდასაწყვეტია, არავის დაჭერა არ მიხარია, სამწუხაროა და ყველამ, რა ვიცი, მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ თავი შევიკავოთ ზოგადად ასეთი ფაქტებისგან. ძალადობა ცუდია. მოძალადეთა ჯგუფიდან მხოლოდ 2 პირის დაკავება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოცნების სამართალი შერჩევითია. ამას ამბობენ სინდისის პატიმრების ადვოკატები. როგორც ოცნებაში არაერთხელ უთქვამთ, 20-მდე ახალგაზრდა ჯგუფური ძალადობის ბრალდებით პრევენციულად დააკავეს და 2 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო ოცნების მხარდამჭერთა რიგებიდან არაერთი საჯარო მტკიცებულების მიუხედავად მხოლოდ 2 სამოცნობა შეძლეს. სინდისის პატიმრების საქმეში როგორც იყო, არ ვიცი, ხალხი ამოიცნეს, მხოლოდ თვალები უჩანდათ ისე და 9 თვის განმავლობაში ყავდათ უკანონო დატყვევებულები და შემდგომ უკვე 2 და 2 წელიწად ნახევარიც მიუსაჯეს კიდეც მათ. ორგანიზებული ჯგუფურ ძალადობაზე დასძეს ბრალის სინდისის პატიმრებს, როდესაც ჩვენ ვხედავთ ქართული ოცნების შტაბიდან როგორ გამოვარდნენ რეალურად ადამიანები, მართლაც ორგანიზებულად, მართლაც ჯგუფურად, მართლაც აქტივისტების მისამართით როგორ იგინებოდნენ და ფიზიკურ შეურაცხყოფას როგორ აყენებდნენ, თუმცა ამის მიუხედავად მხოლოდ 126-ი მოხდა, ანუ ძალადობით დაიწყო წარმოება საქმის. ოცნების მოძალადე მხარდამჭერების წინააღმდეგ გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლითაა დაწყებული, რაც სასჯელის ზომად 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.